სამხედრო კონფლიქტები და ბუნებრივი კატასტროფები არის მოვლენები, რომელიც სოციალურ ქსელში ხდება ხოლმე დეზინფორმაციის გავრცელების საგანი, განსაკუთრებით იყენებენ სხვადასხვა ტიპის გამოსახულებას, რომლითაც ცდილობენ თითქოს გავრცელონ ინფორმაცია, თუმცა მაგალითად ერთი კონფლიქტის საჩვენებლად იყენებენ სხვა კონფლიქტის კადრებს. ასე მოხდა ინდოეთი-პაკისტანის შემთხვევაშიც, როდესაც განსაკუთრებით დაიძაბა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა სოციალურ ქსელში, ძირითადად Facebook-სა და პლატფორმა X-ზე ძალიან ხშირად იყენებდნენ უკრაინაში გადაღებულ კადრებს იმისათვის, რომ ეჩვენებინათ მაგალითად თუ რა ხდებოდა ინდოეთსა და პაკისტანში, მაგალითად გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გაანადგურა პაკისტანმა ინდოეთის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა და ამის საჩვენებლად აჩვენებდა სწორედ ამ კადრს, რომელიც ვირუსულად გავრცელდა, მასზე დიდი აფეთქება ჩანს, თუმცა სინამდვილეში ეს ჯერ კიდევ 2023 წელს გადაღებული კადრია, როდესაც აფეთქება მოხდა ყირიმში, ერთ-ერთ საბრძოლო ბაზაზე. ეს Associated Press-მა და ასევე France Press-მაც გადაამოწმეს, შესაძლებელი არის Google-ის ფუნქციის გამოყენებით, რომელსაც ეწოდება reversed image, ანუ შესაძლებელი არის პირიქით მოვძებნოთ ფოტო, გამოსახულება და შემდგომ დავინახავთ Google-ის შემოგვთავაზებს, სად იყო მანამდე გამოქვეყნებული ესა თუ ის ან მსგავსი გამოსახულება, რათა შევაფასოთ, შეეხება თუ არა კონკრეტულ კონფლიქტს, კონკრეტული გამოსახულება, სწორედ ეს კადრი გამოყენებული იყო და პირველად გამოჩნდა ჯერ კიდევ 2023 წელს და შეეხებოდა რუსეთსა და უკრაინას. ასევე გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტით სხვადასხვა ინფორმაციის გავრცელების მიზნით, მაგალითად გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პაკისტანმა ჩამოაგდო 7 ინდური გამანადგურებელი და ამის ამსახველად გამოიყენეს ვიდეო, რომელიც თითქოს არის ნამდვილი, თუმცა სინამდვილეში არის ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი. ესეც reversed image-ის გამოყენებით არის შესაძლებელი, რომ ვიპოვოთ და სწორედაც რომ France Press-ის ფაქტების გადამოწმებლებმა სწორედ ეს ვიდეო ჯერ კიდევ 3 მაისს იპოვეს, პირველად Instagram-ზე გამოქვეყნდა და არანაირი შეხება არ ჰქონდა ინდოეთის და პაკისტანის კონფლიქტს. და კონკრეტული დეტალები აჩვენებდა, რომ ეს არის ხელოვნური ინტელექტის საშუალებით დამზადებული და არ შეესაბამება სიმართლეს. და კიდევ ერთი მეთოდი, რომელსაც იყენებენ იმისათვის, რომ სამხედრო კონფლიქტებზე ილაპარაკონ და გაავრცელონ ცნობა, ეს არის ვიდეო თამაშები. მაგალითად, ვიდეო თამაშების კადრები გამოიყენეს ასევე იმისათვის, რომ გაევრცელებინათ ინფორმაცია, მაგალითად გავრცელდა ცნობა, რომ ჩამოაგდეს ინდური გამანადგურებელი და იყო კადრი, სადაც ჩანს სწორედ ეს დაცემა მიწაზე, თუმცა როგორც ფაქტ-ჩეკერებმა Reuters-იდან გადაამოწმეს, სინამდვილეში ეს კადრები მაგალითად იყო აღებული ვიდეო თამაშიდან Arma 3. მათ იპოვეს სრული ვერსია ამ რამდენიმე წამიანი კადრის YouTube-ზე, რომელიც არსებობს, შეადარეს და ნახეს, რომ ზუსტად ეს კადრი არის კონკრეტულად ვიდეო თამაშიდან და არანაირი შეხება არ აქვს იმ კონფლიქტს, რომელიც ხდება ინდოეთსა და პაკისტანს შორის. ცნობისათვის ვიდეო თამაშ Arma 3-ს ძალიან ხშირად გამოიყენებდნენ იმისათვის, რომ ეჩვენებინათ სამხედრო მოქმედებები რუსეთსა და უკრაინას შორის.